მოგესალმებით მეგობრებო, არხის გამომწერებო და დღეს ვიდეო ასრულებ ერთ თხოვნას კომენტარში მთხოვეს გამომწერება რო განახეო როგორ იხსნებაო ტოტალ ვარშიო ყველა ფრაქციაო და დღეს მაღაზე ჩავწერ ვიდეოს და შემოვთავაზებთ და გავიგებთ თუ როგორ უნდა გავხსნათ ტოტალ ვარში ყველა ფრაქცია ამ შემთხვევაში მე უკვე გახსნელი მაქვს შესაბამისად გაჩვენებ ჩემ მაგალითზე და თითქმის ესევე იქნება მედიევალშიც როგორც აქ გაჩვენებს და აქ არის გახსნილი ესევე იქნება თითქმის მედიევალშიც ამისათვის შევდივართ კომპიუტერში სადაც დაყენებული გვაქვს ჩვენი თამაში აგერ მე მაქვს აქ სამივე ალექსანდრე ბარბარიანი ვიჟენი და თვითონ უშუალოდ პირველი ვერსია თამაშის რომ ტოტალ ვარი შევდივართ საქაღალ დატაში მე შევდივართ world-ში მე map-ში მე campaign-ში imperial campaign-ში თუ არა უკაცრავად ერთ სიტყვით შევდივართ დატაში დიახესია კი სწორად მახსოვდა ერთ სიტყვით შევდივართ world-ში მე შევდივართ map-ში მე კამპანიაში აქ არის კიდე ორი იმპერიული კამპანია და Sons of Mars-ი არის პროლოგი და შესაბამისად ამ შემთხვევაში თუ კიდევ პროლოგის ფრაქციებიც რო გახსნათ ახედან გახსნით მე იმპერიალ კამპანიაზე აგიხსნით მე ხო შევდივართ იმპერიალ კამპანიაში და შევდივართ აი აქ პატარა ისადი desert start-ი აი აქ და აი აქ აწერია desert starts როდესაც გახსნით playable campaign ანუ სათამაშო ფრაქციები არის non-playable campaign ასევე აქ ზევით ჩემ შემთხვევაში წაშლილი მაქვს უკვე და არის unblocked აი აქ and unblockable and non-playable არის დარჩენილი აქ აი ამ სათაურის სიის ქვეშ ეწერება გასაბლოკი ფრაქციები ანუ კართაგენი აი ეს Greek cities Germans Gauls Parthians და ასე შემდეგ non-playable-ში ეწერება ეს კვითია, ესპანეთი, ნუმიდია, დაკია, სასონხეთი, პონტო, მაკედონია. ეს რომას სენატი. როდესაც აი აქ ჩვენ თუ გვინდა რომ არასათამაშო ფრაქციებიც გავხსნათ, არასათამაშო ფრაქციების გახსნა. არის და მაგეებით თამაში თუ კარგად არიცით, რა თქმა უნდა, ეხლა თამაში აზრი არ აქვს. თავიდან საერთოდ რო გაბლოკოთ. და
აი აქ გასაბლოკ ფრაქციებს ნიშნავთ აი ესე ყველას მაუსით. მე გაძლევთ კოპის არა cuts და აგდებთ ზევით აი აქ როგორც მე მაქვს ჩაყრილი playable campaign-ში. ასე ვიაკეთებთ არასათამაშო ფრაქციების შემთხვევაშიც. მე როდესაც აი აქ ყველას კარგად შეავსებთ ერთხელზე დაალაგებთ. აი აქ აძლევთ files და გამოვა save და დაასეივებთ. მე ჩვეულებრივ გამოხვალთ აი ესე უკან ჩვეულებრივ და გახსნით ჩვეულებრივ თამაშს და აქ იქნება რა თქმა უნდა ყველა სათამაშო ფრაქცია. აი ეს. გახსნილი რა თქმა უნდა. ეხლა ეს პატარა შენიშნა. როდესაც თუნდაც მედიევალში და თუნდაც აქ Barbarian Invasion-ში და Alexandria-შიც ესე იქცევით. და ზოგან არის კიდე რაღაცებია გასასწორებელი ნაწილი არასათამაშო ფრაქციების ლიდერი უნდა შეცვალოთ შემოსვლის რუკაზე შემოსვლის დრო და ასე შემდეგ და არის რაღაც ნაწილი ფრაქციების რომლებსაც ჩვეულებრივ ესეთი გახსნით არ გაგიხსნით და არ გაგიბლოკავთ კი გაგიხსნით იმას ლოგოს gerbs თამაშის ფრაქციის მაგრამ თამაშს არ დაგაწყებინებთ აი ამ ნაწილს ამ ასე რომ ვთქვათ ფრაქციების კიდე უნდა რაღაცეები რომლებიც ჯერ თქვენთვის არ არის ამდენად საჭირო ჯერ ამათი გამბლოკვა ისწავლეთ ითამაშეთ ამ ფრაქციების და დანარჩენს მილიონობით ვიდეო ვდევთ თუ მაინც და მაინც დაინტერესებული იქნებით Facebook-ზე თვითონ ბრიტანულ და სხვა არხებზე და იქიდან ძალიან ჩვეულებრივ ვისწავლეთ აი მაგალითად თუ გინდათ Barbarian Invasion-ში სარმატებით კი არა და სლავებით ან იმით ბრიტანელი რომანო-ბრიტანელებით თამაში და ასე შემდეგ. დღეისათვის სულ ეს იყო, თუ გაიგებთ, თუ ვერ გაიგებთ, დამიწერეთ და შემდეგ უკვე დავაყენებთ თამაშს და ისე გავხსნით თქვენთან წინ ყველა ფრაქციას ისე როგორც საჭირო იყო და აგიხსენით. მე მგონი ძალიან მარტივია და არ უნდა გაგიჭირდეთ. მადლობა ვინც ნახავთ და დავით წაგადგებოთ რამეში იმედია.